გრძელდება ჩვენი საახალწლო ეთერი და ასევე მხიარულად უნდა გადავინაცვლოთ ახლა ჩვენს მომდევნო სტუმართან, მომღერალი ნათია დუმბაძე შემოგვიერთდა, რომლის ახალი კლიპიც ჩვენმა მაყურებელმა უკვე იხილა დილის პალიტრის ეთერში და ახლა უკვე საახალწლო ეთერში მის ნამღერსაც მოისმენთ, თუმცა მანამდე მივესალმოთ მას, მოგესალმებით, ლამაზებო, ძვირფასებო, როგორ კაბებში ხართ ლამაზად გამოწყობილი. ასევე ლამაზო. ხო, მე ცოტა სპორტულად მოვედი, მაგრამ აი ჭყვინა. როგორია განწყობა წინა საახალწლო? არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს და 2026 წელს ძალიან ბევრი ახალი საქმის გაკეთება მინდა. აი ეს შემარჯვებით ხვდები, რომ მინდა რომ დატვირთული ახლა შეიძლება რომ გაგვიმხილოთ. არა. რაღაცები შეიძლება დავაანონსო, ხო, რაღაცები შეიძლება. მეტი ახალი საავტორო სიმღერის გაკეთებას ვაპირებ. წარმატებები უნდა გისურვოთ და სანამ ამ სიახლეებს ჩვენი მაყურებელი ჩვენი ეთერის და არა მხოლოდ მეშვეობით იხილავს, მანამდე მოგვიყევი შენი საახალწლო ტრადიციების შესახებ. ჩემი საახალწლო ტრადიციები. ტრადიციები ყველაზე მეტად მიხარია ისე ეს დღესასწაული ყველაზე მეტად მიყვარს. ვიждებ, მართლა. ალბათ ჩემ დაბადების დღეზე მეტად მიყვარს ახალი წელი. მეც ამას ვამბობ, ხოლმე ცოტა ლოგიკაში არ ჯდება მეთქი, მაგრამ მეც ყველაზე მეტად ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს საჩუქრების ყიდვაში მე შეფუთვა და მე ნაძვის ხის ქვეშ დადება. ალბათ ეს მაქვს ტრადიცია, მეტი არაფერი. რო გითხრათ რომ სამზარეულოში რაღაცებს გოზინახს ვაკეთებ მაგალითად სააცივს და ასე შემდეგ, მოგატყუებთ. არა. ანი, კარგად გეცოდინება. შენ კარგად გეცოდინება. ჩვენი გადარბენის შესახებ ეს ერთადერთი დღე გვაქვს, რომ აი დილი და ღამემდე დავრბივართ და მუშაობთ და სამწუხაროდ ესე ხომ ერთადერთი ჩაგდება იყო კოვიდის დროს, რომ არაფერი არ ხდებოდა საერთოდ ქვეყანაში სახლიდან რომ ვერ გამოდიოდით. ეგ იყო ალბათ და შეიძლება ბუნდოვნად მახსოვს 5 წლის წინ რა იყო, მაგრამ შეიძლება ვიფუსფუსე და რაღაც გავაკეთე კიდეც, მაგრამ რო გითხრათ რომ დაკავებული ვარ კერძების კეთებით და სუფრის გაშლით, მოგატყუებთ, იმიტომ რომ არ ვარ. და რომ გქონდეთ დრო და საშუალება? გავაკეთე. ეს ნიჭი თუ არსებობს თქვენში საინტერესოა. კი, არსებობს როგორ. ხანდახან ვაღვიძებთ ხოლმე ამნირს, ხანდახან ვაძინებთ. აი როდის როგორ ხასიათდება. ხო, ვისაც არ გვიყვარს დიდად რაღაცების კეთება. ნათი 2025 წელი შენთვის რაღაც ნაყოფიერად დაგვირგვინდა. ჩვენმა მაყურებელმა როგორც თაკომ თქვა, ნახა უკვე ეს კლიპი, პრეზენტაციაც ისეთი მასშტაბური გქონდა. აი ესეც მინდა რომ გაიხსენო და გითხრა როგორ დაგვირგვინდა შენთვის 2025 წელი. თუმცა მანამდე შენ სახლშიც ფუსფუსებდი მცენარეები და ასე შემდეგ. ამასაც მოგვიყევი რა. ნათიამ აიშენა მისი ოცნების სახლი და ამიტომ მისთვის რაღაც ისეთი წელი იყო. ხო ესე იყო. არა, ეს რამდენი ხანია, წელს არ მომხდარა. არა, ხო, მაგრამ წელს ხო შეცვალე რაღაცები და იქ ეზოში და მთელი ამბავი. 2025 წლის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერი იყო ვიდრე დასაწყისი, იმიტომ რომ დასაწყისში მომყვებოდა კარმული კუდები. ბოლო 2 წელი მქონდა, ხო, ბოლო 2 წელი მქონდა ძალიან ისეთი პრობლემებით სავსე, აღსავსე. რთული პერიოდი გამოდიოქოთ. არა, მორიელი ბეჭედი უკეთია. რომელიც მაჩუკა სალომე ბაკურაძე. ძალიან მომწონს ეს ბეჭედი. იშტე. მომენტალურად როგორც კი დაგინახე. ეს ბეჭედი მე. ყველას დავასწავლე. და საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე ბოლო 2 წლის განმავლობაში ხანხმაწა მივიდა ოპერაცია გავიკეთე, მერე ბენდი დამეშალა, დავიშალეთ ჩემი ძირფასი მეგობრებისგან შექმნილი, მუსიკოსებისგან შექმნილი ბენდი, ესე დამამთავრეთ ჩვენი ურთიერთობა არა. ძალიან ჯერ ბენდის შეკვრა, მე რო ეჭვი და ძალიან ბევრი წელი თანამშრომლობდით და ნუ აქტიურად ძალიან. ხო, სტრესული 2 წელი მქონდა ძალიან, მაგრამ აი 2025 წლის მეორე ნაწილი უკვე კარგად დაიწყო, იმიტომ რომ რაღაც ახალი აუცილებლად მოგამეკეთებინა მჭირდებოდა. შინაგანად უკვე ძალიან ითხოვდა ეს ყველაფერი და თიკა ფაცაციას კლიპის პრეზენტაციაზე ვნახე ლაზარე ადამია, ჩემი მეგობარი, მუსიკოსი, არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ჩემი კოლეგა, ჩვენი კოლეგა. და ხოცა უცებ შემომთავაზა, რომ ნათი ერთი ძალიან კარგი სიმღერა მაქვს შენთვისო და მე მგონი რომ მოგიხდებაო. დროული იყო. ძალიან დროული იყო ჩვენი შეხვედრა იმ საღამოს.
საჭირო დროს საჭირო ადგილას. კი, ნამდვილად ესე იყო. მე იმდენად ესე იგი ეს ყველაფერი დაწერილი იყო, საფხაზევით ალბათ. რომ ის რა ქვია, ყველაფერი ერთმანეთს რო კარგად გადაებმევა. მალე დავაორგანიზე, მალე სტუდიაც შიც ავარჩივის უნდა გაეკეთებინა და ყველაფერი ისე კარგად დაალაგდა და მოგვარდა, რომ აი ბოლოს მე მგონი ნორმალური სიმღერა გამოვიდა, კი. დასამახსოვრებელი. კი, მარტივად. კი, მარტივად დასამახსოვრებელი. მელოდია ძალიან რამოდენიმე საათი გვაშორებს ახალ 2026 წლამდე და მაინტერესებს მეკვლეობის ტრადიციაზე რა აზრის ხარ თუ ყავს ვინმე გამორჩეული ადამიანი, ვინც არის ხოლმე შენი მეკვლე ან შენ თუ დადიხარ თავად მეგობრებთან, იმიტომ რომ ძალიან პოზიტიური ხარ, ენერგია გაქვს ყოველთვის დადებითი და ეჭვი მაქვს რომ ბევრი გთხოვს ხოლმე რომ იყო მეკვლე. ხო, ჩემს სამეგობროში, კი. და ვფილობ რომ იყო ეს პოზიტიური ენერგიით და დადებითი ენერგიით შევიდე ყველას ოჯახში ახალ წელს, მაგრამ ჩემი ტრადიცია ის არის, რომ ჩემი შვილები არიან ყოველთვის, ასე გავსვავდით ხოლმე პატარა ელეის გარეთ და შემოდიოდა კაბინეტები. აი, ყოველთვის 12 საათი სადარბაზოში მხვდებოდი ხოლმე. იმედი უნდა გაგისურვოთ, იმიტომ რომ ჩვენმა ფენშუი სპეციალისტმა გითხრა, რომ ოჯახის წევრი არ ითვლება მეკვლეთ. რაც არ უნდა გაარჩიოთ. ეს რა რისიც გჯერას და რისიც წამს ყოველთვის ესე ხდება. ჩვენი ფიქრებს სადაც გავუშვებ და რასაც გავუშვებ, უკან ვიბრუნდება ის. ამიტომ რასაც დაიჯერებთ, ის ახდება ყოველთვის. მაგაში ნამდვილად ამიტომ ჩემ პატარებს დუდუც პატარა რო იყო ყოველთვის ესე ამი. ბავს გადავსვავდით, კარებს გავაღებდი და უკან ვუშვებდით. კი, აი ეს მარჯვენა ფასადზე მინდა ოჯახში რა შვილები უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი მეკვლეები. მოკლედ რთული 2 წლიანი პერიოდი მოიტოვე უკან და ახალი შემართებით, ენერგიით დაბრუნდი სცენაზე. რა გეგმები გაქვს 2026 წელს? წინასწარ თუ გაქვს რაიმე გეგმაში? ესე დასვენება ძალიან ბევრი მომიწია და ეთყობა ეს მოსხოვებული ენერგიით, თქვა ყველაფერი ერთად დავიწყე. ეს ახალი ბენდიც შევქმენი რა თქმა უნდა უკვე და აი ამ ახალ სიმღერასთან ერთად პარალელურად მუშაობ ბენდთან ერთად პრომო ვიდეოზე და ძალიან ბევრ რაღაცაზე მუშაობთ რა ჩვენც გვინდა რომ ჩვენი საავტორო მუსიკა შევქმნათ. ძირითადად იქნება 2026 წელი საავტორო მუსიკის რომ ბევრი საავტორო მუსიკა დავაგროვო, რომ ჩემი ქართულ შოუს. კი, მაინც ესე არის. იმიტომ რომ მე ყოველთვის cover band-ი მყავდა და ეხლაც რა თქმა უნდა ამაზე ვმუშაობთ. მაგრამ შეძლებს დაგვარად, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მინდა და მონდომებული ვარ, რომ უფრო მეტი ჩემი თუმცა საკუთარი ჰიტებიც გაქვს უკვე. ხო, რამოდენიმე. ხო, მაგრამ ზოგს საერთოდ არ აქვს ხოლმე მრავალწლიანი კარიერის მანძილზე. ბატონო, მრავლად მინდა გისურვოთ. მადლობა. დიდი მადლობა, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანი. მაყურებელსაც მივუოცოთ ნათიასთან ერთად კიდევ ერთხელ ახალი წელი და საჩუქარი გადავსებებოსისგან. გილოცავთ მეგობრებო. ბედნიერი წელი ყოფილიყო. ბედნიერი საუკეთესო წელი ყოფილიყოს ყველასათვის, ესე როგორც თქვენთვის. საუკეთესო წელი ყოფილიყოს 2026. ყველაფერი ცუდი დაგვეტოვებინოს 2025-ში, გავატანოთ დროა და ყველასთვის ყოფილიყოს წარმატების, სიმშვიდის ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში. სულიერი სიმშვიდის, ყველანაირი სიმშვიდის წელი ყოფილიყოს ბედნიერების და წარმატების მომტანი ყველასთვის. ახლა გადაინაცვლოთ. გილოცავთ გოგოებო, მადლობა დიდი. ჩვენს ბიბუსის მიერ მორთულ არაჩვეულებრივ კაშკაშას სცენაზე და გიტოვებთ წლის ჰიტს, ასე ვიტყოდ. That's it, where we are stuck.
შენთან თამაშს ვამთავრებ მიხდები ერთდღეს რომ ზღებს ვერ ვადარებ შენს გარეშე ფრენას ვსწავლობდი შენ გიგარებს სხვაგან მიხვებოდი ყველა სიტყვა შენთვის ვამბობდი ლებში იბრებოდა მთვარე სიზმრად რამდენჯერ განმეორი ვერ დავთვალე ჩემი გული შენს გულს ვატარებ მაგრამ შენთან თამაშს ვამთავრებ მიხდები ერთდღეს რომ ზღებს ვერ ვადარებ მაგრამ შენთან თამაშს ვამთავრებ მიხდები ერთდღეს რომ ზღებს ვერ მადარებ ვერ შემადარებ